ესო რა არის იქ იცით? აი Зеленский поставил русских врагом. Ой, молодец. Вот молодец. Вот я прямо сейчас читаю, русскоязычный человек, и прямо я думаю, что вы член партии Саакашвили. Ну, прямо как в 2008 году, когда война была закончена и была оккупирована 20% территории Грузии, и тогда тоже Саакашвили и его команда кричали, что они выиграли войну. Вот прямо ты так вот. Ты украинский нацик. Я это понимаю. У вас одно мышление, у вас один менталитет, у вас все одно. Просто имя и фамилия есть разные происхождения, а то говно везде говно. ისევ ლაპარაკობ როგორც იმსახურებენ. როგორც იმსახურებს, დებილი როგორც იმსახურებს, ისევ ლაპარაკობ. ვისყინს. დებილი რო არის ადამიანი, რომელსაც შვილი გაყავს, თოთო ბავშვი გაყავს მიტინგზე და გინდა იქ ფეიერვერკების ხოცვა ჟლეტვა არის თუ რა ვიცი, ბიძინას მისხმა, მოსხმა თუ დასხმა თუ 1000 სიბინძურე ხდება. ამ სიბინძურეში თოთოობიდან აღებიოს მონაწილეობას და ეუბნება რომ შვილეს სამშობლოს სიყვარულიაო, მე რა ვთქვა რომ სწორია? სწორია ვთქვა ეს? არა სწორი ბაბუ ეს. ნუ რასაც იმსახურებს შტერი და ჭკვიანი ეს ინდივიდუალური განსაზღვრება ადამიანის. ამიტომ ჩვენ ერში შტერიც ბევრი არის, ჭკვიანი უფრო ცოტა არის. ბევრი ჭკვიანი ყავს ხო ვერ დავიტრაბახებ. Да, жалко тебе, что Грузия войдет в составе России, да? Да ладно, господи. Да я помню, что прямо в 2008 году вся Европа, вся Америка, вся Украина прямо нас поддержала. И санкции вела, и войска вела на территории России. Да, я это помню. Я это никогда не забуду. Как вы в 2008 году нас помогали. Да, я помню. Тебе жалко свои деньги, если честно. Когда проект Украина будет сворачиваться, и вы останетесь без денег, и у вас останется разрушенная страна, вот, это ваша беда. Ну, головой надо думать. Моглет, майнц გამირბის რა ეს თვალი ამ კომენტარებთან დაკავშირებით და მინდა მაინც დავასრულო და ვთქვა ის ყველაფერი, რა ყველაფერი ხდება. მოკლედ ეს უბედურება, რომელი უბედურებაც არის დაწყებული, პირდაპირ არის ტრამპიდან შეთვლილი წარმომადგენელიც იყო ჩასული. რატო გააკეთა ტრამპმა ეს ყველაფერი ასე? ჩავიდა ტრამპის წარმომადგენელი პირდაპირ უთხრა, აი ამ ხელა ფული, ეს 350 მილიარდი რომ მოღუნეთ, წაიღეთ და ჩაიდეთ ჯიბეში და გაძეხით. თუ ჯერ კიდე რო ვერ ძღებით, ბაბუ, ეს ფული რაღაცნაირად უნდა გადაგვიხადო. და ჩაუტანა გეგმა. რაზეც უკრაინელებმა უთხრეს უარი, რომ ეს გეგმა უკრაინელების აზრში და გონებაში არ მოდიოდა. რატო არ მოდიოდა? იმიტომ არ მოდიოდა ეს ყველაფერი შემოკარგო, რომ ჯერ ომში კიდე ბევრი ფული არის საშოვი. ძალიან ბევრი ფული არის საშოვი. აი ახლა ეს სიტუაცია რომ მოხდეს, გუშინ ვინც ადევნებდა ჩემს ვიდეო ლაივს თვალს, მეტნაკლებად შეძლებს დაგვარად ვეცადე და ავხსენი ის, რომ რატო არის თქვათ ასეთი მისაღები ევროპისთვის,
ევროპისთვის.